წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომელიც ჩვენს პრაქტიკაში ცოტა ხნის წინ მქონდა. მოვიდა კლიენტი, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან ერთად 20 წლის განმავლობაში შექმნა უზარმაზარი საამშენებლო კომპანია და დააგროვა სოლიდური უძრავი ქონება. კლიენტი მოვიდა ემოციურ მდგომარეობაში და ფიქრობდა, რომ სასამართლო უბრალოდ ჩვაზე გაყოფდა ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში დააგროვეს, მაგრამ სანამ ის ამ ემოციებში იყო, სამართლიანობას ელოდა, მისმა ყოფილმა მეუღლემ უკვე აიყვანა იურისტების გუნდი და რა გააკეთეს მათ სასამართლოში განქორწინების საჩელის შეტანამდე, ფარულად გადააფორმეს კომპანიის წილების ნაწილი ნათესავებზე, გაიტანეს თანხების საერთო ანგარიშებიდან და შეცვალეს პარტნიორთა კრების ოფერები. როცა ჩვენ საქმეში ჩავერთეთ, კლიენტი ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრების ნაშრომის დაკარგვის წინაშე იდგა. კანონი ამბობს, რომ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება საერთოა, მაგრამ თუ თქვენ მოქმედებთ ემოციით და აგვიანებთ თან, მოწინააღმდეგე მოქმედებს სტრატეგიით. ასეთ საქმეებში რიგითი საოჯახო ადვოკატი ვერ დაგეხმარება. აქ საჭიროა მძიმე კორპორატიული დარტყმა. ჩვენ არ ვიწყებთ ასეთ შემთხვევაში ტრადიციულ დავალს. ჩვენ ვიწყებთ აგრესიულ კორპორატიულ დაცვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პირველივე საათებში გამოვიყენეთ სარჩელის უზრუნველყოფის მექანიზმები, ანუ მივიმართეთ სასამართლოს, დავაყადაღეთ გასხვისებული წილები, დავაყადაღეთ ქონება, დაბლოკეთ ფინანსური თანხების გადანაწილება, კერძოდ საბანკო ანგარიშები და ასევე გავასაჭიროთ პარტნიორთა კრების ფიქტიური ოფერები. ჩვენ მოწინააღმდეგე ვაიძულეთ გადმოსულიყო ისეთ რეჟიმში, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე უპირატესობა იქნებოდა ჩვენ მხარეს.